ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით. დღეს ოთხშაბათია და პრაიმ შოუ ტრადიციულად იმედის ეთერშია. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება კინოდოკუმენტალისტის, პროდიუსერისა და ჩვენი არხის სამხატვრო ხელმძღვანელის ბატონი ელდარ მდინარაძის ხსოვნას. ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა დავკარგეთ არამხოლოდ უდიდესი პროფესიონალი, რომელმაც ქართულ კინოსა და ტელევიზიას მრავალი ღირებული ნამუშევარი შეძინა, არამედ ადამიანი, რომელიც ამ არხის ერთგული გულშემატკივარი და თითოეული ჩვენგანის მეგობარი იყო. ელდარ მდინარაძე იყო ოსტატი, როგორც მას ტელევიზიაში უწოდებდნენ. მან ათობი ჟურნალისტი, რეჟისორი და პროდიუსერი აღზარდა. ბატონი ელდარი სიცოცხლის ბოლომდე სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან ზრუნავდა, რომ ქართულ ტელევიზიას, განსაკუთრებით ტელეკომპანია იმედს, თავისი კულტურული მისია შეენარჩუნებინა. დღეს თითოეული ჩვენგანი გაიხსენებს თავის ელდარ მდინარაძეს, ისეც როგორიც დაამახსოვრდა, იმ ამბავს, რომლითაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ არხის ისტორიაში მისი სახელი, მისი საქმიანობა და ყველაფერი ის, რაც მასთან კავშირშია, გახდა უკვდავი. მე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ ყველასთან მეგობრობდა, ის იყო ჩვენი ერთგვარი მენტორი. როგორ უნდა იყო უფრო უკეთესი კადრში, ეთერში, რაც შემდეგ მისგან გასწავლი და როგორ უნდა იყო უბრალოდ უფრო კარგი ადამიანი და პროფესიონალი. ჩემი პირველი ემოციები დაკავშირებული იყო ბატონ ელდართან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პრაიმ შოუს გადაცემის კეთება და პირველი თათბირი, რომელიც ერთობლივად ჩატარდა და რამდენად უშუალოდ შეეძლო მას თავისი ცოდნის გადმოცემა, ისე რომ ასე ვთქვათ, თავს არ მოგახვევდა ამ ყველაფერს, უბრალოდ დაგანახებდა იმ გზას, მის გამოცდილებას, წლებით დაგროვებულ გამოცდილებას, იმიტომ რომ მას 70-ზე მეტი ფილმის პროდიუსერი იყო, არაერთი ჯილდო ჰქონდა მას მიღებული და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში გამორჩეულად პატივსაცემი ადამიანი იყო, რომელსაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეძენილი ამდენი წლის განმავლობაში და ყოველთვის იყო მოწადინებული, რომ გადაეცა ცოდნა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის და ჩემთვის ნამდვილად ყოველი შეხვედრა შემიძლია იყო რაღაც ახალი ინფორმაციის, ახალი ლექციასავით იყო მასთან გასაუბრება, ყოველთვის ასიამოვნო მოსასმენი და მარტივად მისაღები, მისი რჩევები. მე ამ ყველაფერს დავამატებ, თუნდაც ჩემს მიმართ და რა თქმა უნდა ბუნებრივია ჩემი კოლეგების მიმართ, იმ მამაშვილურ დამოკიდებულებას, რომელიც მას ჰქონდა. მაგალითად, როდესაც რაღაც ახალი პროექტი მე პირადად დამემატებოდა, რომ ნახავდი ბატონ ელდარს ისე მომეფერებოდა, მომილოცავდა და ისეთი თბილი სიტყვით იცოდა ამის გადმოცემა, შექება, როგორ აი მართლა მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა მას აი ჩვენს მიმართ და მინდა ახლა მარიამი, მისი შვილი, რომელიც ჩვენი კოლეგა არის, იმედის დღის თანაწამყვანია და ხშირად საუბრობს ხოლმე მამაზე, სულ საუბრობდა და აი მარიამსაც და მამამისაც ჰქონდათ ძალიან ახლო მეგობრული დამოკიდებულება. არა მხოლოდ თქვათ აი მამაშვილური, რა თქმა უნდა, ახლა წარმოიდგინეთ რამხელა გამოცდილებას იძენდა მარიამი ბატონ ელდართან ურთიერთობისას, მაგრამ სულ გრძნობდი, რომ ისინი იყვნენ საუკეთესო მეგობრები და ჩვენზეც კი აი ეს მარიამის მამაშვილობა და მეგობრობა ჩვენზეც გადმოჰქონდა ბატონ ელდარს და მე ვარ ბედნიერი, რომ ამდენი წლის განმავლობაში მომეცა საშუალება მემუშავა ისეთ ადგილას, ისეთი ადამიანების გარემოცვაში, მე ამას სულ აღვნიშნავ, მაგრამ დღეს მინდა განსაკუთრებულად ვთქვა, სადაც ჩვენი ყველას ხელმძღვანელი და მენტორი, როგორც ანდრიმ თქვა, გახდათ ბატონი ელდარ მდინარაძე და მადლობა მას ამისთვის, რომ ჩვენ მისი გუნდის წევრები ვიყავით. მასთან ურთიერთობა ყოველთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
და ესეთი ადამიანები უკვე ბევრი აღარ არიან საქართველოში და მისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა და რაც ყოველთვის ჩემთვის ახლა მე მდენად პროფესიული შეხება ხშირი არ მქონია მე სუფთა ადამიანური თვალსაზრისით ყველა მასთან კონტაქტი მიტოვებდა ძალიან დიდ სითბოს სულში ისეთი შეხვედრა იცოდა ისეთი მოფერება იცოდა ქათინაურები კომპლიმენტები იცოდა გადასარევი ქალბატონებს ეს ყველა ძალიან გსიამოვნებს და იყო ძალიან გემოვნებიანი რაც შეეხება აი ამ თავის პროფესიული თვალსაზრისით და როდესაც თქვა თათბირებზე ყოფილა მისი შენიშვნები რაღაც ამა თუ იმ მიმართულებით ყველა შენიშვნა იყო ძალიან სწორი და ძალიან გემოვნებიანი და ნათელი მის სულს ძალიან სამწუხაროა რომ დღეს ჩვენ ასეთი გადაცემის გაკეთება გვიწევს. კი, მე შემიძლია გავიხსენე რომ პირველი ჩვენი ურთიერთობა, კომუნიკაცია დაიწყო კამათით. კამათით კი არა, უпростоრად შენიშვნით. და სიმართლე რომ გითხრათ, რასაც ვისმენდი, ხვდებოდი რომ ყველაფერი იყო ძალიან ობიექტური. და ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო, რომ ნებისმიერ გადაცემას დამართებდა რაღაცა სტაგნაცია და სულ რაღაცა განვითარება უნდოდა და სხვათა შორის ამ პირველი ჩვენი დიალოგის შემდეგ ჩავწერეთ ერთ-ერთი ჩვენთვის ყველაზე საამაყო გადაცემა, რაც ჩვენ ისტორიულად გაგვიკეთებია, ეს იყო ჯავახეთზე და შემდეგ შიდა ქართლზე, რომელიც უფრო მეტად დოკუმენტური ფილმი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ეთერი, რასაც მისჩვეულები ვარ და მახსოვს როგორ ამაყობდა, როგორ დარეკა, როგორ გვილოცავდა და სავსე იყო იმ სიხარულით, რომელიც ჩვენთვის ნათელი იყო, რომ სწორედ მისი სწორი რჩევების შედეგი იყო. თითოეულ თქვენგანს ალბათ თავისი ისტორია გააჩნია და არც ვიცი საიდან დავიწყო. მოდი ზალ შენგან დავიწყებ და შენ გაიხსენე ბატონი ელდარე. ტელეკომპანია მზე მინდა გავიხსენო, სადაც ჩვენ ერთად მუშაობდით. პირველივე შეხება, პირველივე საუბარი და ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენს წინ არა გენერალური დირექტორი, არამედ ლიდერი იყო თავისი თვისებებით, რომელიც შემოქმედებითად, პირველ რიგში შემოქმედებით თავისუფლებას გვაძლევდა. და ეს ლიდერის თვისებები დღითი დღე იმდენად გამოავლინა მან ჩვენთან დამოკიდებულებაში, რომ ტელეკომპანია მზე ისეთ ტელეკომპანიად გადაიქცა, რომელიც სარეკლამო ჭრების დროსაც კი არ ირთვებოდა, იმიტომ რომ ანონსებიც და პრომოებიც ძალიან საინტერესო საყურებელი იყო. ერთი ისტორია მოხდა, ტელეკომპანია მზე გააკრიტიკეს, ცოტა ისე უხეშად, ყებსო მზეო ყოველღამეო და რაღაც პასუხს ითხოვდა აუცილებლად ტელეკომპანიისგან. ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო არა ისეთი გაბრაზებული ან ნაწყენი ბავშვის, არამედ რაღაცა საინტერესო შემოქმედებითი პასუხი. ანონსების ჯგუფში მუშაობდი, მე მაშინ არ ვიყავი ჯერ ტელესახე, ასე რომ ვთქვა და მოვიფიქრეთ პრომო. მოვიფიქრეთ იდეა, ტექსტი, ყველაფერი, მაგრამ ამას ვერ ავაწყობთ ელდარ მდინარაძის გარეშე. დაურეკეთ და ზიელდარ თუ გაქვთ დრო იქნებ 2 წუთით, ახლა ელდარ მდინარაძე მიცოდა რომ ჩვენ მისი ერთ-ერთი საყვარელი სიტყვა იყო ჯღანავი. ჯღანავი არ დამანახოთ. გურულისი. ხო და ჯღანავის გამო არ შევაწუხებდით. 2 წუთში ჩვენთან გაჩნდა. დავიწყეთ საუბარი, ეს გვინდა და ბოლოს თქვით რომ რადგან ესე გვითხრეს, ჩვენც ესე ვთქვათ, ყეფვა მზეზე. და იყოს ეს ჩვენი პასუხი. მისი ღიმილი ხომ ყველას გახსოვთ, როგორ საინტერესო მომენტებზე როგორ იცოდა ხოლმე ჩაღიმება და მე მაშინ ვნახე პირველად, ორჯერ ვნახე სულ ასეთი ელდარ მდინარაძე. კაცრი გამომეტყველება. დაფიქრდა. ოღონდ დაფიქრდა არა იმაზე, ეს როგორი იქნებოდა ეთერში, ეს დაინახა მან ყველაფერი 2 წამში. დაფიქრდა იმაზე, რომ ამას მოყვებოდა რეზონანსი. ფიქრობდა იმაზე, უღირდა კი ეს ნერვების მოშლა, მაგრამ პასუხიც აუცილებელი იყო გასაცემი და რადგან მზე თავისი პრომოებით იყო ცნობილი, აი ამ 2-3 წუთის პაუზის შემდეგაც ყველა გავჩუმდით, ხმას ვერ ვიღებდით. წამოიწია და შეუბერეთ ბოლომდე გვეუბნება. იმდენად სტიმული იყო ეს ჩვენთვის, იმდენად გვაძლიერებდა მისი ყოველი ამბავი. ყველა პრომოს რა თქმა უნდა ვაჩვენებდით და ზოგჯერ ანონსებზე ჩამოვყავდა რომ ენახა. შენიშვნები ისეთი ზუსტად ისეთი საინტერესო იყო რომ მე წლების განმავლობაშიც კი
გვადგებოდა ეს ყველაფერი. ელდარ მდინარაძე მართლაც ლიდერი იყო ჩვენთვის, შემოქმედებითი თავისუფლება, სილაღე, რომელიც მოქონდა და მე უდიდესი სიხარული განვიცადა, როდესაც გავიგე წლების წინ, რომ ის ტელეკომპანია იმედში მოვიდა და უკვე თქვენთან ერთად მუშაობდა. ეს ადამიანი მართლაც დააკლდა სრულიად საქართველოს. იმედელები ხომ როგორ ვართ ეს ამ პერიოდში კი ვიცით, მაგრამ უაღრესად ნიჭიერი ადამიანი იყო. ძია ელდარ წარსულში ვერასდროს და იცოდე რომ ვაგრძელებთ იმ გზას და ჟღანავს არასდროს არ გაჩვენებთ ეთერში. მომავალ თაობას მით უმეტეს გადავცემთ კიდევ მის გამოცდილებას, რაც მივიღეთ. მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა მაია ჩიგოშვილი. მას ძალიან უყვარდა აქაურობა. ჩვენც ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს, მაგრამ მასაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ეს იგრძნობოდა. ესე იგი მოგიხსენებათ, რომ ბევრი ხელმძღვანელი და დირექტორი გამოიცვალა ამ არხმა და ერთჩვენიერ დღესაც ვიგებთ, რომ არხის ხელმძღვანელი შეიცვალა და ნახევარ საათში მოდის ვიღაც ახალი პიროვნება, სახელად ელდარ მდინარაძე. მოგეხსენებათ, რომ ტელევიზიაში დირექტორი რო იცვლება, ამას მოყვება ხოლმე რაღაც დაძაბულობა, იქ რაღაც ცვლილებები, ხანდახან რადიკალურიც და ასე შემდეგ. ნუ აქაც რასაკვირველია იყო ამის მოლოდინი. და რო შემოვიდა, თათბირი ჩაგვიტარა. რაღაცა შენიშვნებით დაიწყო. რაღაც შეპასუხებაც მოხდა ჩვენ შორის, რომ არც ჩვენ ვართ ისეთები თქო რა. აქ რო მობძანდით, ჩვენც დაგხვდით თქო, მე ვიყავი რო უპასუხე. მე ვინანე რატომღაც რა, რამ თქმევინა თქო. ამ დღის შემდეგ რომ მოდიოდა სამსახურში, პირველად აუცილებლად ესე თავს შემოყოფდა. ჩიგო, რაფერ ხარ? მეტყოდა ხო. გამიკვირდა, გესმის, იმდენად ისე უშუალო კონტაქტში შემოვიდა და ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ აი საერთოდ აი ვინიმ რაც თქვა რა, აი როგორც დირექტორი და როგორც აი ხელმძღვანელი და რაღაც ან თათბირი და რაღაცა ესეთი რიგის რაღაცები ამ პიროვნებასთან არ ჰქონდა რა. 2019 წელს მოვიდა, 6 წელი გავიდა მას შემდეგ და ყველა ვიხსენებთ როგორც ჩვენი მეგობარი. ყველას მეგობარი იყო ის. მე მეგონა მაგალითად რომ მე უყვარდი განსაკუთრებით. მე რომ ვნახე ნოესთან როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა, ეჭვი შემეპარა რომ არა ეს უფრო მეტად ჰქონდა თქო. არ არსებობს ირაკლი ჩიხლაძეს, ნუ ისეთი ურთიერთობა ჰქონდა. მასთან ეხა მე რაც ამაქვს ნანახი რა. ყველასთან ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. ამიტომ ვიხსენ, აი ისეთი დიდი ადამიანი იყო რა, ძნელი ამხელა კოლექტივში შემოხვიდე და იმედში თან რომელსაც ამდენი რამე აქვს გადატანილი, ამდენი ხელმძღვანელი გვყავდა, ძალიან რთული პერიოდები გვაქვს გავლილი და ესე შემოხვიდე როგორც შინაური, მე არ მახსენდება სხვა. ასევე ძალიან კარგი ესეთი დანახვის უნარი ქონდა. რო გეგონა რომ თქვა შეიძლება არ იყოს სამსახურში, ან შეიძლება ეთერს არ უყურებს, ან რას ვაკეთებ არ გაუკონტროლები ვარ, არასდროს უცებ დარეკავდა და გეტყოდა. ოჩახშენ რა გაგიკეთებიო? აი სრულიად მოულოდნელად რა. დიდი მადლობა მას ამ ურთიერთობისთვის, იმ ნდობისთვის, რაც მან ჩვენ გამოგვიცხადა. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყველა ხელმძღვანელი როცა მიდის ახალ სამსახურში, მას თავისი გუნდი ყავს და ის მიყავს. ელდარს არავინ არ შეუცვლია აქ. ყველა აბსოლუტურად ძველი სტაფი ვინც იყო, ყველა აგერ 6 წელი გავიდა და ყველა თავის ადგილზეა. მან დაინახა და დააფასა ეს ხალხი. ამიტომ ყოველთვის ესეთი განცდა მქონდა, რომ დავინახე ეს ადამიანი, როგორც კი პირი გახსნა, რომ აი ესეთი შეფასება მაქვს, არ ვიცი ვის გამჭირდებოდა დაცვა, დღემდე არ ვიცი. ან მე რატომ მაქვს ესეთი შეგრძნება, მაგრამ სულ ესე ვამბობ, რომ ელდარი იყო ჩვენი დამცველი. ძალიან დიდი პატივისცემა მქონდა მის მიმართ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იქ სადაც არის და შეხვედრამდე ბატონო ელდარ და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გადაცემის მსვლელობისას ბატონ ელდარს გაიხსენებენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და მისი მეგობრები.
უსამძირებთ თელ საქართველოს, უსამძირებთ ტელეკომპანია იმედის ყველა თანამშრომელს ამ დიდი ქართველი ადამიანის გარდაცვალებას მე ბატონ ელდართან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა. თუ დღეს შეიძლება ვისაუბროთ ქართულ ტელევიზიაზე, სხვადასხვა ტელევიზიების წინსვლაზე და დიდი წulis შეტანაზე ტელევიზიების განვითარებაში აქ ყოველთვის უნდა ვახსენოთ ბატონი ელდარ მდინარაძე. ჩვენ წლების წინ მოგვიწია ერთად მუშაობა ფონდ ქართულ გალობაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები შეიქმნა ბატონი ელდარის იდეით და ხელმძღვანელობით. ის იყო ქართული მრავალხმიანობის დიდი მოწაფეალე. მან ძალიან კარგად იცოდა ქართული მრავალხმიანობის ფასი. მას დიდი მეგობრობა აკავშირებდა ქართული სიმღერის პატრიარქთან ბატონ აზორ ერქომაიშვილთან და მასთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან ფილმზე თუ დოკუმენტურ ფილმზე თუ ქართულ ფილმზე უმუშავიათ, რომელიც ეხებოდა ქართულ მრავალხმიანობას. მე პირადად ძალიან ბევრი რჩევა მიმიღია მისგან, ის იყო უზადოდ საინტერესო ადამიანი, მას ჰქონდა ძალიან ესეთი სწორი ხედვა თუ როგორ უნდა გამხდარიყო ქართული მრავალხმიანობა, ქართული ტრადიციული კულტურა, პოპულარული როგორ უნდა მიისულიყო ეს ადამიანების გულებამდე და ჩვენ მართლაც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელებთ ერთად. ძალიან წდება გული რომ ჩვენ კიდე ბევრ საუბრობდით ბოლო წლებში თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მას რამოდენიმე ძალიან საინტერესო სცენარიც აქვს დაწერილი და თუ მოგვეცემა საშუალება რომ მისი იდეები ოდესმე ვთქვათ განვახორციელოთ, ძალიან დიდი პატივი იქნება ჩვენთვის. სპორტშერს როგორც ნოემ თქვა, კამათით დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც, ჩვენი გაცნობაც. პირველი შეხვედრა ბატონი ელდარი როცა მოვიდა აქ, ნუ გაცნობითი ხასიათი შეხვედრები რო ქონდა, მზეზე დაიწყო საუბარი. იმ პერიოდში, როდესაც მზე და იმედი ერთ პერიოდში შეიქმნა, ნუ მე ჩემი სენტიმენტები მაქვს იმედთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პირველი დღიდან აქ ვარ და ყოველთვის რაღაცა რეაგირებ ამაზე, როდესაც მაგალითად ადარებენ მზეს, მაშინდელ მზეს და ასე იყო მაშინაც საუბრის დროს, როცა დაიწყო და მე ჩემებურად რაღაცნაირად შევეწინააღმდეგე. ესეთი იყო ჩვენი პირველი კონტაქტი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლე. პირიქით ამის მერე ისე დავმეგობრდით, ისეთი უშუალო ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ძალიან ესე ვთქვათ შესაშური თვისებები ქონდა არა მარტო როგორც ხელმძღვანელისთვის, როგორც ადამიანისთვისაც ალბათ ამეთანხმებით, იმიტომ რომ იმხელა ზრუნვა შეეძლო გამოეხატა სითბო, სიყვარული, რომ შეუძლებელი იყო, რომ გეფიქრა, რომ ეს მხოლოდ მარტო ჩემი ხელმძღვანელია. ყოველი რაღაცა ახალი პროექტის მერე, გადაცემის მერე ქონდა ესეთი ჩვევა, დამირეკავდა, სიჭინავა. ცეცხლი ხარ, მეგრული ცეცხლი ხარ, ესე მეუბნებოდა ხოლმე და ესე უყვარდა შეკება. ხა შეიძლება რამდენიმე წელი ერთ და იგივე საქმეს რო აკეთებ, კომპლიმენტი ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე მოულოდნელობა არ იყოს, მაგრამ ამას ისე ლამაზად, გემრიელად შეფუთავ და ისე მოგაწვდიდა, რომ თავს გაგრძნობინებ და რაღაც ახალს ვაკეთებ, ისეც რომელიც აქამდე არ გამიკეთებია და ეს ერთგვარი სტიმულიც იყო. საოცარი პიროვნება გახდათ რა, საოცარი ადამიანი იყო. მე ვენიერი ვარო პატარა ბიჭობიდან მქონდა მასთან ურთიერთობა იმ დიდ კაცებთან ერთად, ბატონ აზორთან ერთად, ბატონ ჯემალ ჭკვასელთან ერთად, იმ ხალხთან ერთად, ვისაც იცნობდა გურიაში და სულ ეძებდა, განსაკუთრებით უყვარდა თავისი კუთხე გურიაზე, აი გიждდებოდა ისე უყვარდა. ნუ ეს იმას არ ნიშნავს, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი იყო. მაგრამ საოცარ პატივცემდა თავის კუთხეს, განსაკუთრებით გურულ ტრადიციებს, გურულ პოლიფონიას, საერთოდ ქართულ კულტურას და ქართულ სიმღერას, კინოს. ის რომ დიდი შემოქმედი იყო და საოცრად მოსიყვარულე თავისი კუთხის, ქართული სიმღერის, ქართული პოლიფონიის, ამაზე აღარ არის ლაპარაკი, ის იყო საოცარი მეგობარი, ადამიანი, რომელიც რაღაც ისეთი
დოზირებულ რაღაცნაირ ისე მოგივლი და იმ პირდაპირ არაზოს არ გარიგებდა ყველანაირად გაძლევდა საშუალებას იმისა რომ შენ თავში გეპოვნა მეტი ძალა და მეტი სწორი მიმართულებები ამა თუ მით უმეტეს როცა სიმღერაზე და როცა ქართულ კულტურაზე ლაპარაკი მე ჩემთან ყოველთვის ეგრე იყო და რაც მთავარია კიდე რომ ყველაფერი მთავარია როცა საუბრობ ბატონ ელდარზე თვითონ იმედი ტელევიზია იმედი თქვენ სულ ყველა ძალიან დიდი დამსახურებაა მისი რომ ესე მიყვარხართ სულ და ესე დიდ პატივს გცემთ იმიტომ რომ მე არ მახსოვს რომელიმე თქვენ ყოფილა ეგ შემთხვევა როცა მომიწია მასთან თქვა კაბინეტში 1 საათი 15 წუთი 2 საათი ყოფნა ყოველთვის რაღაც საკითხები უცბად ხდებოდა განხილვა მაგრამ უნდა გენახათ როგორ მოიხსენიებდა თქვენ თითოეულ თქვენგანს რა მე ვარ ამის მომსწრე ეხლა რასაც საუბრობ თქვენ როგორ რასაც ამბობთ და როგორ წუხდით მის პიროვნებას მადლობას მართლაც ეგრე იყო იმიტომ რომ აი გარეთ სადაც თქვენ არიყავით გარეთაც ძალიან მაგრად გეფერებოდა და ისე ეფერებოდა იმ საოცარ ადამიანებს ვინც განსაკუთრებით როცა ფოლკლორზე და ქართულ სიმღერაზე ალაპარაკი ბატონ აზროს ბატონ ჯემალს ყველას ვისაც ამის შნო ქონდა და იუმორიც შესანიშნავი ქონდა ნუ ბოლოს მზად ქონდა მას სცენარი აპირებდა გადაღებას ქართულ სიმღერაზე ფილმის ნუ გადაღებას თითქმის გაგრძელება იყო იმ დიდი ფილმის რომელიც სოსო ჩხაიძემ დაიწყო მაგრამ ის არ იყო სოსო ჩხაიძის ფილმის გაგრძელება ის იყო მისი დაწერილი პროექტი რომელიც სამწუხაროდ რომლის განხორციელებაც ვერ მოხერხდა იმედია მისი მონაგარი მისი შთამომავლობა ამას შეძლებს და ის ადამიანები ვინც მან გაზარდა და ვისაც მისი ჯერა მე კიდე ერთხელ დიდი მადლობა ჩემო ელდარ ბატონო ვეცდები არ შეგარწმუნდ ძალიან დიდ პატივს გცემ და მთელი ცხოვრება იცოდე რომ ესე იქნება ალბათ განსაკუთრებულად ჩვენში ყველაზე მეტად ვისაც ბატონი ელდარი დააკლდა მაკა ლომიძე არის ჩვენი გენერალური დირექტორი რომელიც პირდაპირ მათი ოთახებიც კი ერთმანეთს უყურებდნენ და სულ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა ქონდათ და რა თქმა უნდა დიდი ისტორია აკავშირებთ ერთმანეთთან და დღეს სანამ გადაცემის ჩაწერას დავიწყებდი ნახევარი საათით ადრე მაკამ დამირეკა და მითხრა რომ რაღაც უნდა გადმოქცეო და სიმართლე რო გითხრა არც მქონდა მოლოდინი იმისა რაც მივიღე და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის აი ეს ორი თაბახის ფურცელი ეს არის როგორც აღმოჩნდა ბატონი ელდარის ჩანაწერები ჩვენთან დაკავშირებით და დღეს უკვე ძალიან მძიმეა მის წაკითხვა თუმცა ერთ-ერთი აუსრულებელი სურვილი რაც დამჭა რაც ჩვენ დაგეგმილი გქონდა ეს იყო ჩემ ფორმატში ცალკე ბატონი ელდარის ჩაწერა რომელზედაც არაერთგზის ვისაუბრეთ და სულ რაღაც ხელისშემშლელი გარემოება იყო და განსაკუთრებული იყო ის მე მახსოვს რომ ოზურგეთში თავის მამულში მშენებლობა ქონდა და ჩვენ ველოდებოდით როდის დაამთავრებდა რომ გადაცემის მცირე ნაწილი იქ ჩაგვეწერა, იმიტომ რომ იმდენად დიდი კავშირი ქონდა გურიასთან და ოზურგეთთან, რომ ამის გაკეთება გვინდოდა და ერთ-ერთი ფურცელი მე მახსოვს, მე აღვიდგინე, ერთ-ერთი ბოლო ჩვენი შეხვედრა იყო, რომ მე ემზადებიო მაგადაცემისთვისო და მცირე ჩანაწერებს ვაკეთებ ამასთან დაკავშირებითო, სადაც წერია. მესამე წელია ყოველ შემოდგომა გაზაფხულის სეზონის წინ ნოე სულაბერიძე შემახსენებს, რომ დიდი სურვილი აქვს მომიპატიჟოს სტუმრად თავის ფორმატში. ჩემი თავშეკავების მიზეზს ბოლომდე არ ვამხელ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ერთმშვენიერ დღეს მე და ნოე დავსხდებით ეთერში და ამ შეთავაზებაზე, როცა ვფიქრობ, წარმოდგენებში ხშირად ჩნდება განწყობა, რომ ჩვენი საუბარი ეკრანზე თხრობის ახალ ფორმითა და ესთეტიკით უნდა წარმოჩინდეს. რაზედაც ძალიან ხშირად გვესაუბრებოდა კიდევაც. ჩვენ ორივეს ეს არა მარტო შეგვიძლია, არამედ მოგვეთხოვება კიდევაც. რადგან კრეატივი და ნოვაციები, ეგრეთ წოდებული გაფრენები ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა.
ესაა რომ ცოტა მეტი შრომა მოგვიწევს ბევრი ინფორმაცია უნდა გაიცვალოს ერთმანეთში, რომ რესპონდენტი თავის გონებაში და აქ გამომცხვარი კითხვების დრამატურგიულ ქარგაში მოექცეს. ვფიქრობ, ხელგაჩვეულ და ნიჭიერი კაცისთვის საინტერესო და სახალისო მოქმედება. ამ შემთხვევაში უნდა გამოჩნდეს პროექტის კეთების ახალი ტექნოლოგია და მოწოდების კრეატიული მიდგომა. რაზეც უნდა დავეყრდო და რამაც უნდა წარმოაჩინოს წამყვანისა და რესპონდენტის დიალოგის თხრობის მიმზიდველობა, ფორმა და ესთეტიკა. ალბათ ყველას გვახსოვს ლექსიკა ბატონი ელდარის და ხშირად ის მოიხსენიებდა ძალიან ბევრ ფრაზას და ტერმინოლოგიას ასევე კინემატოგრაფიდან, რაც ჩვეული იყო მისთვის. მეორე ძალიან მოკლეა და განსაკუთრებულად ემოციური ჩემთვის. და ამის შესახებ მე არ ვიცოდი და ეხლა აღმოვაჩინე. მე და ირაკლის გვეხი. შობა თენდება ღამის ეთერში ცეკვავენ ვარსკვლავებს მივჩერებოდი. და რაღაც მომენტში ირაკლი მაკაცარიამ ნოე სულაბერიძეს დაბადების დღე მიულოცა ლაივში. თითქოს ჩვეული მოვლენაა. ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა თავის მეგობარსა და პარტნიორს მნიშვნელოვანი დღე შეახსენა ტელემაუწყებლობით. სადაც ის საკმაოდ პოპულარული პერსონაა. ვიცოდი, რომ იმ მოცემულ მომენტში არსებობდა სირთულეები და მეგობრის ანუ კულუარებს გულისხმობს და მეგობრის ასეთმა თანადგომამ გამახარა. ეს წერილი პრაქტიკულად გამოდის, რომ არავის არ ეკუთვნის, ანუ არავისთვის გზავნილი არ უნდა ყოფილიყო. ეს მან გამოამჟღავნა ის ემოციური ფონი, რომელიც იმ დროს მას გააჩნდა. ეს დამოკიდებულება, ეს სითბო და სიყვარული ბატონო ელდარ, მე მჯერა რომ ეს ჩვენი ხმა თქვენთვის მოსასმენია, ისმინება ჩვენგან და ეს ყოველთვის იგრძნობოდა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ სითბოსთვის და იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაგაჩნდათ ჩვენთან მიმართებაში და მთავარი მინდა ვთქვა, რომ თითქოს მარტივი სიტყვაა რა, მაგრამ ელდარ მდინარაძე თავის პროფესიულ ღირსებებთან ერთად და სხვა ღირსებებთან ერთად იყო ნამდვილი კაცი. მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით და დატვირთვით და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით თქვენი კაცობით პირველ რიგში და თქვენი ადამიანობით. ბატონი ელდარი გავიცანი 1998 წელს. პატარა ვიყავი მეცხრე არხზე. აი ამ პერიოდიდან მოყოლებული კადრი, ტექსტი, ტელევიზიას რაც უკავშირდება, ყველაფერი ჩემთვის დაკავშირებული იყო ელდარ მდინარაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვეძმაკაცებოდა, ჩემთვის ცხოვრების ბოლომდე იყო ბატონი ელდარი. და ამ კაცს ჰქონდა უნიკალური უნარი და ნიჭი თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ადამიანს, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა, გონებოდა, რომ ელდარს გამორჩეულად მხოლოდ ის უყვარს. ელდარს ყველა უყვარდა, უყვარდა საქმე, უყვარდა ადამიანები, რატომ ელდარმა ყველას მიცა სითბო, საქმისადმი სიყვარული და ის პროფესიონალიზმი და ის შრომის მოყვარეობა, რაც მას ცხოვრების ბოლო წუთამდე ჰქონდა. ძალიან დამაკლდება ნამდვილად და ყველას როგორც ჩანს, ყველას დაგვაკლდება. ანუ ამასაც ვხედავ. იცი, ერთი რაღაც აუცილებლად უნდა ითქვას. დიდი ადამიანები თუ საქმეში, თუ ცხოვრებაში ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ თითქოს ისინი არაფერს აკეთებენ. და გონია, რომ იცი რა რაღაცა პროფესიული თვალსაზრისით გონია, რომ რაღაცას მიაღწია და შენით მიხვედი სადღაც. და იმას კი არ აქცევ ყურადღებას, რომ იმ ადამიანმა რაღაცა გითხრა და შენ ეს ტრანსფორმაცია მოხდა შენში ისე, რომ შეიძლება შენ ჩათვალე, რომ იცი შენ გააკეთე ეს.
და აი ეს არის კიდევ ძალიან დიდი რამ, როდესაც პროფესიონალს, ძალიან დიდ პროფესიონალს და ძალიან დიდ ადამიანს შეუძლია ეს ისე გაგაკეთებინოს, რომ შენ თვითონ ვერ მიხვდე, რომ ეს მისი კარნახით მოხდა და შეიძლება ჩათვალო, რომ შენით გააკეთე ეს ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ყველასთან ადამიანური ურთიერთობა შეეძლო კი არა და ამით ცხოვრობდა და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ყველასთვის დარწმუნებული ვარ, მათთვისაც კი, ვინც არ იცის რა არის ეს. თუ ეს ადამიანი არ უნახავს, მასთან არ ქონია ურთიერთობა, ვერ მიხვდება ახლა რაზე ვსაუბრობ მე. ასეთი ადამიანები, როგორც ბატონ ელდარი იყო, მე მგონია, რომ მუდმივად უნდა არსებობდნენ, სულ უნდა არსებობდნენ და არასდროს არ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან. რომ არ თქვა არ შემიძლია. ძალიან დიდი წლების წინ მეგობრობდით მე და ელდარი. წლების წინ აი სოხუმში რომ 17-18 წლის ბიჭები რო ვიყავით იმ დროიდან. იმაგას მე შევეხები. ელდარს იუმორი უყვარდა და ჩვენ შეხუმრებულები ვიყავით ახალგაზრდობაში, რა თქმა უნდა. ეხლა მგონია თუ შეიძლება უნდა დავიხუმრო ეს. ზევიდან გვიყურებს ალბათ და ფიქრობ, ბიჭო, შენ რომ მოგეცე ახლა ჩემზე სალაპარაკო. არ გიხარია ალბათ ფიქრობს ეს იქიდან. ნათელში იყო შენი ლამაზი სული ჩემო კარგო. ეხლა საქმეზე მინდა გადავიდე. რაც შეეხება სოხუმს, ქუთაისის სუბტროპიკული ინსტიტუტი გადმოიტანეს სოხუმში. ხო და გადმოვიდა მთელი თითქმის დასავლეთ საქართველო ამ ინსტიტუტში. ქუთაისელებიც სავსე. ყველა სამტრედია მახარაძე ერქვა მაშინ მთელი ეს დასავლეთ საქართველოდან და სხვადასხვა მენტალიტეტი სხვათა შორის ბევრი შეჯახება იყო ამ ნიადაგზე. დაუშვათ ისინი იზახდნენ რომ აქ თქვენ ნაკლებად ქართველობთ, აი ახლა ჩვენ უნდა გავაქართველოთ ეს ქალაქი და მოკლედ აი ესეთი და ეს ახალგაზრდებში უფრო მტკივნეულად იმაშვებოდა რა ქვია. ეხლა რატო ვამბობ მაგას? ბევრი წამოეგო ამას იქაური სტუდენტობა და იყო ერთი ამბავი ომი, ჭუბი ერთმანეთში რაღაცა და ეს ელდარი კაცო. აი გავიცანი პირველად. პატარა ბიჭი იყო, პირველ კურსელი იყო ჩემსავით და ისეთნაირად ლავირებდა ამ სიტუაციაში, ისეთი ურთიერთობებს ამყარებდა ამ აფხაზებთან, ვიღაცებთან. მე ხა წარმოშობით მოგეხსენებათ სოხუმელი გახლავარ და ვიცი აქაური ხალხი, იმათ უკვირდათ. სუშიეტა ნორმალნი პარი ნიტყოდენ. გამოდიოდა იქ ბიჭებთან ურთიერთობებში მე რო დავძმაკაცდით ახლა ხო ის ახალგაზრდობაში მოდი წავიყვან ამას იქ ბულვარელზე დაბადების დღეზე იმას თავის ჯგუფში დავყავდი და მოკლედ დავმეგობდით და იუმორი ქონდა რაღაცნაირი ფანტასტიკური უაღრესად რბილი კაცი იყო რბილი მე რო ამთავრებდა ამ ინსტიტუტს მე თეატრალურზე ჩავაბარე ხო და მეუბნებოდა ახლა მე ჩავაბარებო თეატრალურზეო კინოს რეჟისოროზეო მაგას დავამთავრებო და კინოში გადაგიღებო ჩააბარა და დოკუმენტალისტი გახდა და მხვდება ბიჭო რაღაცაში უნდა გადაგიღო მაგრამ რაღაცა ვერ ხედავ ბიჭო შენ ხარ ჩხაიძის თანაშე ის ასისტენტი ახლა ცხვარს თუ მათამაშებ თორე ჩემი როლი არაფერი არ იქნება ო კარგი დამთავრდა ამით მოკლედ სულ პირდეო სადაც დავინახავდა ბიჭო რაღაცა მაგრამ რაღაცა ხან მომწონხარ ხან არ მომწონხარ ხან მომწონხარ ბიჭო გამოერკვია თუ მოგწონ ვარ თუ არ მოგწონ ვარ მოკლედ ძალიან დამაკდა სიმართლე გითხრათ ნათელში იყოს იმის სულ მე არ შევეხები ახლა ჩვენს პირად ურთიერთობებს თქვენ ძალიან კარგად თქვით თითოეულმა თქვენგანმა მე უბრალოდ რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო მის ერთ-ერთ პირველ ფილმს ჩვენი შემოღობილი აი ხშირად ჩნდება თქვენი სტუდიის ეთერშიც ეს ფილმი ეხებოდა მის სამშობლოს იმ ქვეყანას რომელშიც ის ხედავდა ყველაფერს ხედავდა თავის თავს და ყველა იმ ადამიანს ვინც უყვარდა და მოდი ახლა მე ორიოდ სიტყვით გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას და მინდა გითხრათ ელდარ დინარაძის მიერ შემოღობილს როგორ ვხედავ სიკეთის და ოქროს მარცვლებს ელდარ დინარაძის შემოღობილში პირველი ასეთი მარცვალი ჩემთვის არის მისი ქართველად ყოფნა მისი ქართველობა მისი დამოკიდებულება და სიყვარული და განუზომელი პატივისცემა
ყველაფერი ქართულისადმი, მემკვიდრეობით მიღებული საგანძურისადმი და აი ქართული მუსიკიდან, ხალხური მუსიკიდან დაწყებული მისი აღბრთოვანება ხალხური სიბრძნით. მეორე ასეთი მარგალიტი, აი ასეთი ოქროს მარცვალი, რომელიც ალბათ მან შემოღობა თავის საქართველოში, ეს რა თქმა უნდა არის კინემატოგრაფი. კინემატოგრაფი და კინო დოკუმენტალისტიკა კი დაწყდა ბატონ ნუგზარს გული რომ ხატრულ შემოქმედებაში არ ასახა მისი მეგობარი, მაგრამ დოკუმენტალისტიკა რა არის? ახლა როდესაც ჩვენ ცხოვრობთ პოსტმოდერნულ სამყაროში, სადაც ასლისა და დედანის პრობლემაა, კინო დოკუმენტალისტიკით ისინი ასახავდნენ ასლს, ოღონდ ტოლფას ასლს და ამით ახანგრძლივებდნენ ჩვენს მეხსიერებას და არ შემიძლია ეს ფილმი, სადაც ჩემი შვილიც ჩანს. მეორე, სიკეთის მარცვალი, მოდი ვთქვათ, ოქროს მარცვალი არ აღვნიშნო. ეს იყო საოცრება, შექმნილი, თვითონ ელდარი თავისუფლების მარცვალს ეძახდა, კიდე გავიმეორებ და ხაზგაუსებ, რატომ? იმიტომ რომ საბჭოთა ეპოქაში შექმნილი გერმანული, ევროპული სკოლა და მივესალმები ყველა იმ ადამიანს, იმიტომ რომ ვიცი რომ ელდარი ყველას იცნობდა მასწავლებელს ბატონ გურამ რამიშვილიდან დაწყებულს, აი ჩანანეს პედაგოგები, არაჩვეულებრივები და ბავშვები, რომლებმაც სხვა სიო შემოიტანეს და კიდევ ერთხელ დღეს განსაკუთრებით საინტერესოა ამის ნახვა, რა გააკეთა ამით ელდარ მდინარაძემ, რა მარცვალი ჩააგდო თავის შემოღობილში, მარცვალი ჩვენი მეხსიერების, ეროვნული მეხსიერების გახანგრძლივებისა და საშუალებისა, რომ ვიაზროვნოთ, ნახეთ ხალხო, ეს ჩვენ ვიყავით, ეს ჩვენი შვილები არიან, რომლებიც მოდიან და რომლებიც იმ საქართველოს ააშენებენ, რაზეც ის თავის შემოღობილში ალბათ ოცნებობდა. და ძალიან მნიშვნელოვანი იმედი, აი ერთ-ერთი ოქროს მარცვალი, რომელიც ჩააგდო ალბათ თავის შემოღობილში ელდარ მდინარაძემ. იმედი, რომლის შესახებაც უაღრესად თავდაჭერილად, უაღრესი თავმდაბლობით თქვა ერთი წინადადება და ამ ერთ წინადადებაში ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ, ჩვენ მართლები ვართ და ამით გაგვამხნევა ყველანი. მადლობა ჩემო ელდარ ძვირფასო, მადლობა სიკეთისთვის, რომელიც დათესე და მადლობა იმედისთვის, კონკრეტულად ბჭყალებში იმედი ტელევიზიისთვის და იმედისთვის, რომელსაც შენ ასწავლებ. უღრმესი მადლობა. ძალიან მრავალ წახნაგოვანი, ბრწყინვალე წახნაგების მქონე ფიგურა იყო ელდარ მდინარაძე. იყო, არის და იქნება, იმიტომ რომ გენიოსი იყო და კლასიკოსია ჩემთვის და როგორც კლასიკოსებს ჩვევიათ, ისინი სულ არიან. ყოველი მასთან საუბარი უბრალო 10 წუთიანი შეხვედრა იყო, ლექცია და სალექციო კურსს ვეძახდით ჩვენ ამას ჩვენ შეხვედრებს. და ქონდა კიდე ერთი უდიდესი თვისება. არასოდეს, როდესაც მე და ვასიკო ვაკეთებდით გადაცემას ვასმედიას, ეს იყო პოლიტიკური სატირა და ძალიან რთულია ამის კეთება რა. არასდროს მას არ უთქვამს, რომ სცენარი მაჩვენეთ, სანამ გადაცემას ჩაწერთ. ძალიან იშვიათობაა ამ ქვეყანაშიც და ყველგან ეს. გაძლევდა იმის საშუალებას, რომ შენ თავისუფლად ის გეკეთებინა, როგორც შენ გრძნობდი და გინდოდა რა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ გამოცდილებისთვის. მადლობა, რომ მე ასეთი დიდი პედაგოგი მყავდა, ასეთი დიდი მეგობარი მყავდა, ასეთი დიდი კაცის გვერდით მომიწია ცხოვრება. ეს იყო მრავალფუნქციური და მრავალწახნაგოვანი ბრილიანტი ადამიანი. მადლობა მას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. სალომე. პირველ რიგში ნამდვილად უნდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან მძიმეა ჩემთვისაც დღეს ბატონ ელდარზე საუბარი. იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი ნამდვილად. მას შეეძლო ირაკლი დაენახა ისეთი თვისებები ადამიანში, რომელიც თვითონ ამ ადამიანმა შეიძლება არ იცოდა. ამიტომაც გქონდა ეს უნიკალური შემთხვევა, რომ არც ერთი ადამიანი არ ჩაუნაცვლებია ორგანიზაციაში რომ მოვიდა, იმიტომ რომ მას შეეძლო ისე ერწმუნა ყველა ადამიანის, რომ შეუძლებელი იყო მე ამ ადამიანს წარმატებას არ მიაღწია. ასევე იყო უდიდესი ძალა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ხა ის სხვა სიტყვებით გადმოვცემთ ყველა. ანუ გქონდა მისი იმედიც
და რაღაცას რო აკეთებდი, ასეთი განცდა მქონდა და ზურგს უკან რაღაცა ძალიან დიდი ძალა მიმაგრებდა ზურგს. საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენს სამწუხაროდ, რომ ადამიანმა სხვისი სიხარული და წარმატება ამ წარმატებულ ადამიანზე მეტად განიცადოს და ბატონ ელდარს ეს შეეძლო. ხლობუსამძიმრებ ყველას ვინც იცნობდა ბატონ ელდარს და მე მგონია რომ ალბათ იმდენად წარუშლელი კვალი დატოვა ყველა ჩვენგანზე იმ ადამიანებზე ვინც მას იცნობდა და მასთან ჰქონდა შეხება რომ ალბათ ყოველთვის მართლა დარჩება ჩვენთან. იგი იყო იშვიათად დიდსულოვანი, ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ ასეთი სითბო და სიყვარული გვიჩვენა ჩვენ იმედის კოლექტივს და ესეთი დიდი სიყვარული დაიმსახურა თითოეული ჩვენგანისგან. მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო ბატონი ელდარი და ყველა გვეთანხმება ამაში. დიდი მადლობა ნათია. კაცობით გამორჩეული ადამიანი იყო და აი ამას ასხივებდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. გარდა ამისა, ცნობილი გამონათქვამი რომ არის სხვისი ღირსების პატივისცემა საკუთარი ღირსების საზომიაო, აი ზუსტად ითქმის ეს ბატონ ელდარზე. ღირსებით გამორჩეული ადამიანი იყო და ამიტომაც ეიოლებოდა ყველას, იმიტომ რომ ზუსტად იცოდი რომ ის არ გადავიდოდა პრინციპებს. გარდა ამისა იყო საოცრად ჰუმანური და ერთ დავძენ კიდე რომ ტელევიზიაში ის იყო აი ხელოვნებაში მაღალი იდეალების ერთგული და დამცველი ადამიანი და აი ეს მისი ესთეტიზმი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა და ისეთი საზომი იყო რომელთანაც უყოლას არა მარტო ანგარის ყოველას ქონდა ანგარისის გაწევის შინაგანი სურვილი, არამედ გვაძლევდა ამ კუთხით ძალიან ზუსტ მიმართულებას და რაც შეეხება ყოველივე ქართულის მხარდაჭერას, ბატონი ელდარი გახდათ უდიდესი მეოხი გვერდში მდგომი ქართული ტრადიციული ხელოვნების, ქართული ფოლკლორის შესანიშნავი მცოდნე და ძალიან ღვაწლმოსილი პიროვნება მიმართულები. მე პირადად დავკარგე დიდი მეგობარი, თანამოაზრე და ადამიანი, რომელსაც ყოველთვის გამორჩეული ადგილი ექნება ჩემს გულში და ზუსტად ვიცი რომ თითოეული თქვენგანის გულში და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ოდნავი შეხება ჰქონდა ამ დიდებულ პიროვნებასთან. ადამიანი, რომელსაც თანაბრად ჰქონდა შერწყმული პიროვნული და მენეჯერული თვისებები, აქ ბევრმა ისაუბრა მასთან მეგობრობაზე და სწორედ მთავარი ღირებულება ის იყო ამ ადამიანის, რომ ის თავად ცდილობდა ყოფილიყო შენი მეგობარი, მიუხედავად იმ ასაკობრივი და თანამდებობრივი განსხვავებისა, რომელიც იყო ჩვენ შორის. მას ჰქონდა ბევრი დადებითი თვისება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დაგირეკავდა ჩართვის შემდეგ, აი რაღაცა კონკრეტული ეთერი იყო და აუცილებლად დაიწყებდა საუბარს დადებითით, რაც გაძლევდა მეტ სტიმულს, мотивაციას ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დამეთანხმებით. ბოლო შეხება მასთან მქონდა, როცა ქრონიკის წამყვანი გავხდი უკვე, ერთ-ერთი პირველი, ვინც დარეკა, ეს იყო სწორედ ბატონი ელდარი. გავიხსენებ სასიამოვნო მოგონებას ჩემთან ქორწილში როცა მოვიდა, ფიქრობდი რა მომეტანა საჩუქარიო, რაც იქნებოდა გულით და ჩემი გამოხდილი გურული ჭაჭა. ეს მომიტანა და როცა სვამ და ჯერ კიდე მაქვს. სულ ვიხსენებ ბატონ ელდარს. მადლობა. ამ ტელეკომპანიაში ვმუშაობ მისი დაარსების დღიდან. რომ ჩამოვთვალო, ზუსტად არ მახსოვს, ალბათ 18 გენერალური დირექტორი გამოვიცვალე და 6 წლის წინ მოვიდა კიდევ ერთი. ეს იყო ბატონი ელდარ მდინარაძე. ეს იყო აი მართლაც ღირსებით შემკული ადამიანი, უაღრესად ნიჭიერი, კეთილი. ჩემი დამოკიდებულება მასთან სიმართლე გითხრათ, არ ჩემშინებია, რომ მაგალითად გამიშვებს სამსახურიდან. როგორც კი შევედით მის ოთახში, იმ წუთას გაჩნდა ჩვენ შორის რაღაცნაირი ძალიან თბილი დამოკიდებულება. მე მაქვს წაკითხული მისი ძალიან ბევრი ხელნაწერი, იმიტომ რომ მე ბეჭდავდი. ბოლოს ვესაუბრე დაახლოებით 3 კვირის წინ. იცოდა რა მდგომარეობაც ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჰქონდა სინანული, რომ ვერ მოასწრო რაღაც და ძალიან უნდოდა რომ კიდევ ერთხელ მოსულიყო. სულ მეგონა რომ სექტემბერში შემოგიერთდებოდითო. იმდენად მწყდება გული აი ამ ძვირფასი ადამიანის წასვლით, რომ აი არ ვიცი, ყოველთვის გამახსენდება. იცით როგორ მეუნებოდა, მე მყავს გურული შვილი, გურიაზე გიждდებოდა. როგორ ხარ გურულის დედა, ყოველთვის ესე მეუნებოდა. რომ მიდიოდა აქედან ბოლოს, მითხრა ასეთი რაღაცა, რომ ღმერთით
ჩემო თამუნა, ჩვენ კიდევ შევხვდებით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. Central Park Towers-ი ქალაქ თბილისში Central Park-ის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროს მართვას საერთაშორისო ბრენდი Radisson Blu განახორციელებს. კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონს შეადგენს. პროექტში ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომლის მართვას, როგორც აღნიშნეთ, განახორციელებს Radisson Blu და მიიღონ ამისგან მაღალი შემოსავალი. Central Park Towers პროექტი შედგება 2 42-სართულიანი თაუარისგან, რომელიც ერთიანდება 7-სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 4 მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი, ეს არის 4 სართული. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა საქართველოში როგორც მასშტაბით, ასევე მსოფლიოში წამყვანი ბრენდებით. Radisson Blu უზრუნველყოფს კომპლექსში არსებულ ყველა სასტუმრო ნომრის ოპერირებას. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებასაც მსოფლიოში წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ. რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ივენთ ჰოლი გათვლილია 5000 ადამიანზე. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ ბატონი ელდარის გახსენებისთვის და ეს სიტყვა ჩვენგან სიტყვა მადლობა ყველაზე მეტად დღეს ბატონი ელდარს ეკუთვნის. მადლობა მეგობრობისთვის. მადლობა თითეული დღისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარეთ. განსაკუთრებული მადლობა სიყვარულისთვის, რომელსაც თითეული ჩვენგანი თქვენგან გრძნობდა. ამბობენ და ეს იგრძნობა ყოველთვის, რომ ადამიანის წასვლის შემდეგ კავშირი არ იკარგება და ეს სიყვარული ჩვენ შორის ყოველთვის იქნება მარადიული. და როგორც თამუნამ აღნიშნა და როგორც ის მას ბოლოს დაემშვიდობა რწმენით რომ შეხვედრა კიდევ მოხდება ჩვენ როგორც რწმენით გაჯერებული ადამიანები გვწამს რომ ჩვენ აუცილებლად კიდევ შევხვდებით. არ ვიცით როდის, მაგრამ შეხვედრამდე ბატონო ელდარ. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში მომავალ ოთხშაბათს დაგიბრუნდებით.